იპოვეს ზედმეტი მოთამაშე. ნახევარმცველი, ვისაც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 15-ზე ნაკლები გოლი აქვს. პოლ სკოლზი, ფრენკ ლამპარდი, სტივი ჯი, ბრუნო ფერნანდეში და ცესკ ფაბრეგასი. პირველი ალბათ ლამპარდი აუცილებლად გამოვთიშოთ conversations. ლამპარდს ექნება ალბათ 20 გოლზე მეტიც ექნება ერთ სეზონში. ლამპარდს ვადასტურებთ. ლამპარდს აქვს 22 გოლი 2009-10 წლის სეზონში. აი მეორე რაც ვიცი უეჭველი ბრუნოს აქვს 18 ხო ბრუნოს. კი, მართალია 22-23 წლის სეზონში 18 გოლი ჰქონდა. აი სესკი სკოუზი ჯერალდი ხო? კი. აი სტივი ჯი ალბათ. კი, მეც გეთანხმები. ენლებსაც ურტყოდა და გამტანი ნახევარმცველი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში. ჯერალდი. სტივენ ჯერარდს ჰქონდა 16 გოლი 2008-9 წლის სეზონში. გადავჭით და ბოლო. მე ვფიქრობ, რომ ფაბრეგას საკმაოდ პროდუქტიული სეზონები ჰქონდა. ხო, მაგრამ უფრო პასების მხრივ. გასაგებია, მაგრამ მგონია რომ 15 გოლზე უფრო ავიდო და მე სკოუზი. ფაბრეგას. ჩვენი ბოლო პასუხია ფაბრეგასი. ფაბრეგას 2009-10 წლის სეზონში ჰქონდა 15 გოლი. გითხარი. პოლ სკოლს ყველაზე მეტი ჰქონდა 2002-2003 წლის სეზონში 14 გოლი. 14 გოლი. ოკეი.